9 აპრილით დაიწყო ადამიანის გონების და ფსიქიკის შემოტრიალება, შემოვლება. ერთხელაც თქვი 200 წლის საშინელი ბარბარიზმის შემდეგ. ძალიან რთული იყო ჩემი თაობისთვის გაგვიგო რას ნიშნავს 9 აპრილი კი არა, ზოგადად რას ნიშნავს მშვიდობა. დღეს საქართველო არანაკლებ პრობლემის წინაშე დგას. ჩემი ხალხი ჯერ კიდევ ვერ არის გამოსული იმ ბანგიდან, რომელიც შექმნა საბჭოთა კავშირმა იმათ ფსიქიკაში. უსმენ, უყურებ, ძალიან აქტიურად ვარ ჩაბმული ამ პროცესებში და მინდა გავიგო, საიდან გაუჩნდა ამ ხალხს ესეთი მორჩილება ყველა აფერისტის მიმართ. როდესაც შენ გამოიარე საბჭოთა კავშირი და იცი რა იყო ეს, უცებ აღმოჩნდი მეორე უკიდურესობაში. მხარს უჭერ იმ ადამიანებს, რომლისთვისაც რუსეთი არის ნომერ პირველი. ჩემთვის რუსეთი იყო, არის და იქნება ბოროტების იმპერია, რომელსაც არც ერთ სახელმწიფოში ხაზი მინდა დაუსვა, არც ერთ სახელმწიფოში, რომელიც მისი კოლონია იყო, არ შემოუტანია და არ მოუტანია მშვიდობა, არ შემოუტანია ეკონომიკური კეთილდღეობა. ახლა ვიღაცა მეტყვის კი, მაგრამ საბჭოთა კავშირში წამებები რომ მუშაობდნენ, აი სწორედ ეგ არის უბედურება. დაიშალა საბჭოთა კავშირი და დაიშალა ყველაფერი. და დღეს ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ყველა ჩვენი მეგობარი მოგვაშორონ და დაგვტოვონ რუსების წინაშე პირისპირ. უკიდურესობამდეა დასუსტებული ყველა ორგანო, აბსოლუტურად ყველა ძალოვანი სისტემა. ის, რასაც დღეს პოლიციელები აკეთებენ, ეს სისუსტის ნიშანია. ძალიან დიდი სისუსტის ნიშანი. ამიტომ ჩვენ ყველას უნდა გვახსოვდეს, რაში მცავდა 9 აპრილი, არა უბრალოდ როგორც თარიღი 9 აპრილი, არამედ დღე, რომელმაც შექმნა პრეცედენტი ჩვენი გონების გადაწყობაში. და ჩვენ დღეს უყურებთ ცხოვრებას გაცილებით უფრო საღი თვალებით და გონებით, ვიდრე ეს იყო 40 და 50 წლის წინ.